ახლა კი ვნახოთ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, სადაც სამხედრო პოლიციის მსგავსად გაშვება ბევრს ემუქრება. სამოქმედო გეგმის საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობენ მაუწყებლის პროფკავშირების წევრებიც ამ წუთებში მათთვის პირველი არხის გადარჩენის გეგმა ვასილ მაღლაფერიძის ავტორობით არის მიუღებელი. ამ წუთებში სხდომა იმართება, სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში, სოფო უფრო ზუსტად რა განცხადებები გაკეთდა სხდომის დაწყებამდე. თამარ, ორი პროფკავშირის წევრები და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლები არიან სწორედ ამ წუთებში შეკრებილი მაუწყებლის საკონფერენციო დარბაზში და ისინი გეგმავენ, რომ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი პოზიციები და ხედვები მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სწორედ არხის განვითარებას, თუმცა შეხვედრის დაწყების წინ პროფკავშირების წევრები საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ დღეს აუცილებელია შეხვედრა გამომდინარე იქიდან, რომ ახლა არხს სჭირდება შოლა და არხთან ერთად თანამშრომლებსაც სჭირდება შოლა. ისინი საუბრობენ იმის თაობაზე, რომ განვითარება ყველას სურს და არავინ არ არის ასეთი განვითარების წინააღმდეგი, თუმცა მათთვის მიუღებელია ის გეგმა, რომელიც ვასილ მაღლაფერიძის გუნდმა წარმოადგინა. დღეს ზუსტად ის X დროა, როდესაც პროფკავშირები უნდა გააქტიურდეს. პროფკავშირების ძირითადი ფუნქციაა თანამშრომლების პროფესიული და სოციალური უფლებების დაცვა. სამწუხაროდ დღეს ისეთი რეალობაა, რომ ორივე დასაცავია. დასაცავია მთლიანად მაუწყებელი. რაც არ უნდა იძახონ, რომ მოამბეს არ ეხება ეს კრიზისი, არის ეს კრიზისი, 13 თანამშრომლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. ჩვენ გვინდა კრიზისიდან გამოსვლის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ჩვენ გვინდა რომ მოხდეს კონსოლიდაცია თვითონ ჯერ თანამშრომლებში და შემდეგ ალბათ მენეჯმენტთან. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩვენ გქონდა მოლოდინი ცვლილებების და რეალური ცვლილებების, ხელშესახების ცვლილებების და ჩვენ მივიღეთ ის პროცესი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია, რომ რეორგანიზაცია იწყება ქვემოდან და არა ზემოდან. არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლების ამ ნაწილმა მენეჯმენტს სწორედ არხის განვითარების საკუთარი გეგმა შესთავაზოს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღევანდელ შეხვედრაზე ეს წევრები, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პროფკავშირის წევრები და ასევე მაუწყებლის რიგითი თანამშრომლები სწორედ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი და ასევე ცნობილია, რომ სწორედ ამ წუთებში შეხვედრას მართავს საქართველოს პრეზიდენტი, ამჯერად ის ხდება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს, ბორდის წევრების ნაწილიც ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია ის ხედვა, რომელიც წარმოადგინა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა. სოფო ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში მაუწყებლიდან, სადაც პროფკავშირი